ცოლიან მამაკაცთან რომანი გქონიათ? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. სიმართლეს გილოცავ, მაგრამ მე ჯერ მარისთან მინდა ვისაუბრო. მარი, შენ როგორც მეგობარი, რას აკეთებდი მაშინ, როდესაც ნუკის ჰქონდა მამაკაცთან რომანი, რომელსაც ყავდა ცოლი? ანუ, იცოდი თუ არა ეს? მოწოდე, ამახსნევინე ჯერ. მე აგვიხსენი, მაინტერესებს მეგობრის აზრი. არაფერს არ ეუბნებოდი? სიყვარულიან არა, როგორ? იცოდი? გიყვებოდა? რჩევებს როგორ საძლევდი? რეაქცია რა? დაანებე თავის. რჩევები ესე არ ვიცით ჩვენ რომ აი ეს გააკეთე და ეს. მე ჩემ აზრს ვეუბნები, ის თავის აზრს მეუბნება. ძალიან რთულად იყო საქმე თუ მარტივად? არა, რაღაცას მარი. კარგი, მოდი პირდაპირ ნუკისთან გადმოვალ. იცი რა არის, ახლა მაყურებელი ქალბატონები განსაკუთრებით ალბათ გამიგებენ სწორად. საქართველოში სულ ყველასთვის ერთხელ მაინც უთქვამს, რომ არა, მე ჩემ ცოლს აი ხვალ დავშორდები. მე ჩემ ცოლთან აღარ ვცხოვრობ უკვე 2 წელია. რა სისულელეა, ჩვენ დაშორებულები ვართ, უბრალოდ ეს საბუთებით არ ვართ დაშორებულები, თორე მე საერთოდ ჩემ ცოლს არ ვნახულობ, მე ცოლი აღარ მინახ. აი ეს ტყუილი არსებობს და როდესაც ვიყავი ალბათ 21 წლის მაშინ მე ამ ტყუილის მჯეროდა. რატომ და მომატყუოს, ხო? მეუბნება რომ ცოლი აღარ მყავს, უბრალოდ რაღაცა ფორმალურად არსებობს, არა მე ცოლთან აღარ ვცხოვრობ, ცოლი არ არსებობს. თან რაც თავარია აბსოლუტურად საჯაროდ ერთად დავდივართ. ყველაფერს არანაირი დამალვა ამის არ არსებობს და თურმე ცოლი არსებობს. რომელიც სახლშია? რომელიც სახლშია, კი, და რომელსაც საჯაროდ ერთად დადიოდით? ნუ, საჯაროდ ერთად დავდიოდით, გულისხმობ, რომ სადღაც არ ვიცი, რესტორანში მივდიოდი. ჩემთვის ის იყო ჩვეულებრივი შეყვარებული, რომელიც არის დაშორებული ცოლს. როდესაც აღმოაჩინე, რა მოხდა? იცი რა არის, ძალიან დიდი ტყუილი იქნება, რომ გითხრა, როგორც კი აღმოვაჩინე, აი მე ისეთი მორალის ქალი ვარ, რომ ეგრევე მივატოვე. არა, მე მაინც აი ტყუილში ცხოვრება მერჩივნა და ვიჯერებდი, რომ იქნებ რაღაცა მიზანი ქონდა ამ მოტყუებას. იქნებ უბრალოდ აპირებს დაშორებას ცოლთან, იქნებ აი ხვალზე დაშორდება. იმიტომ რომ მეუბნებოდი, რომ ჩემ ცოლს მე აღარ უყვარვარ, ჩემ ცოლს სხვა ვიღაცა ყავს, ის თავის ცხოვრ. ანუ მე კი არ ჩაგრავდი იმ ქალს, მე უბრალოდ რას ეუბნებოდი? მამაკაცს ვისთანაც ურთიერთობა გქონდა მის ცოლზე, ანუ არ უთხარი რომ რატომ მომატყუე? კი, რა თქმა უნდა, როდესაც კი დავშორდით ჩვენ ძალიან მალევე და მე უთხარი რომ იცი რა არის, აი ამ ტყუილს ვერ გაპატიებ, სულაც რომ დაშორდე იმ ცოლს, მე ჯერც ერთი არ მინდა არავის უბედურება. ახლა განსაკუთრებით, როდესაც ცოლი ვარ, ვიცი, წარმომიდგენია როგორი ტკივილია, როდესაც შენი ქმარი ვიღაცასთან დადის, აი ალბათ მოუკლავდი და ახლა 28 წლის ასაკში ძალიან მცხვენია იმის. თუმცა მართლა გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვიცოდი, თორე არავითარ შემთხვევაში ამას არ ვიზამდი. შენი ბრალი არ იყო, შენ ოჯახს არ არა, ეხა ეგრეც ნუ ვიტყვით რა, ნუ გამომიყვანთ მთლად ანგელოზად. მე მჯერა რომ ჩემი ბრალი არ იყო, მაგრამ რეალურად იყო ჩემი ბრალი, თორე გამოიკითხე რა უკეთესად და გაიგებ რომ ყავს ცოლი.